ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი, ჟურნალისტი სოსო ზაალიშვილი, ბატონო სოსო. დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან აქ არიან ამინდში და ჩემი აზრით ორი რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი ყველაზე ჩემი აზრით მოხდა ის რომ ბოლოს და ბოლოს ტრამპი შეხვდა სი ძინპინს, საინტერესოა რომ შეხვდა მას შემდეგ რაც უნდა შეხვდოდა ჯერ პუტინს და შემდეგ როგორც ამბობენ ტრამპის ინიციატივით შეხვდა გაუქმდა თუ გადაიდო ამას შემდგომში ვნახავთ და როგორც ოფიციალური ინფორმაცია გვაცნობს საკმაოდ ისე თბილად და კეთილგანწყობილად ისაუბრეს, თუმცა ეს მაინც დიდ არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგაც ძალიან თბილად და ტკბილად ისაუბრეს, მაგრამ შედეგი თბილი და ტკბილი ნამდვილად არ არის, თუ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ზოგადადაც და ასევე უშუალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების არეალში, ანუ უკრაინის ტერიტორიაზე და მეორე უკვე არამეინსტრიმული ამერიკული მედია ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსებმა გამოსცადეს რაღაც ბურევესტნიკი, თუმცა ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით არეშნიკი რა იყო ბოლოს და ბოლოს, რა პოტენციალი აქვს მას, არის თუ არა სერიული წარმოება. ამჯერად ლაპარაკი არის რაღაცა ამ რაკეტა, ეს ფრთოსანი რაკეტაა, როგორც მე მოვიძია ინფორმაცია ბურევესტნიკი, რომელსაც შეუძლია განუსაზღვრელი რადიუსით მოქმედება, ну განუსაზღვრელი ალბათ პირობითია, დედამიწის მასშტაბით რადიუსი არის ლაპარაკი და ასევე ძალიან დიდი დროის განმავლობაში ჰაერში ყოფნა შეუმჩნეველი, იმიტომ რომ ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები მის ამოცნობას ვერ ახერხებენ. ეს რაღაცა დაამთხვია პუტინმა ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას ამ ბურევესტნიკის გამოჩენა ავანსცენაზე, ასევე პოსეიდონზე იყო კიდე ლაპარაკის, მე მგონი ცოტა სხვა ტიპის შეიარაღება, თუ უბრალოდ დაგეგმილად მოხდა და აქვე გავიხსენებ, რომ ეს შეიარაღებებია 2018 წელს თუ არ ვცდები, თვალსაჩინოებებით ანიმაცია რო აჩვენა პუტინმა, მაშინ მეც დამჩა რაღაც ცოტა არასერიოზული შთაბეჭდილება, რომ წარმოუდგენელია ეს სიმართლე იყოს მეთქი, ანუ ეს მაინც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სიმართლეა. ესე იგი ამ თემებზე ვისაუბროთ და დავიწყოთ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრი და რა კავშირი აქვს ამას ავანსცენაზე, აი ამ პოსეიდონისა და ბურევესტნიკის გამოჩენასთან. პირველ რიგში ნინო მადლობა მინდა მოგახსენოთ სტუდიაში მოწვევისთვის. მართალი ბრძანდებით დღეს გუშინ წინ და საერთოდ მთელი ეს კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო აი ამ პრეზიდენტის შეხვედრისადმი. ეს არის ბატონი დონალდ ტრამპი და ბატონი სი ძინპინი. რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამ ორ ქვეყანას გააჩნია უდიდესი პოტენციალი, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო. მათ აქვთ გარკვეული დაპირისპირება მრავალ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გვახსოვს ეს საკითხები რა არის, ეს არის ტაივანის საკითხი მაგალითად, რომელსაც ჩინეთით საკუთარ ტერიტორიად თვლის. ამერიკაც თვლის, ეხლა ტაივანის დამოუკიდებლობას არ ცნობს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ საკმაოდ ესეთი კარგი ურთიერთობა აქვს ტაივანის ხელისუფლებასთან და ტაივანი რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თქვა ტაივანის შექმნა საერთოდ არ მოხდებოდა, ხო? როგორც ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი დამოუკიდებლობის ჭყალიშოვ ცალკე სუბიექტის შექმნა არ მოხდებოდა საერთოდ. ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ორი ადამიანის შეხვედრა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი მოგრძალებული აზრით, ამ ორი ადამიანის შეხვედრას სხვა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, ასე ვთქვათ, აკავშირებს. ეს არის სწორედ უკრაინის კონფლიქტი, რადგან მოგეხსენებათ ეხლა ტრამპს ძალიან უნდა რომ იყოს, თქვათ, მომლაპარაკებელი რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგრამ ეს არაფრით არ გამოვა. არ გამოდის პირველი იმის გამო, რომ ამერიკაში არის გარკვეული ძალები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ამ უკრაინის კონფლიქტში და მოგეხსენებათ, ეს არის დემოკრატიული პარტია, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია და აგრეთვე რესპუბლიკური პარტიის გარკვეული ნაწილი და საკმაოდ გავლენიანი ნაწილი რესპუბლიკური პარტიის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტრამპისთვის ძალიან რთულია პუტინთან პირდაპირ ურთიერთობების დამყარება და ჩვენ გვახსოვს რა რეაქცია მოყვა, თქვა იგივე ანკორიჯში შეხვედრას, ხო, ამერიკულ პოლიტიკურ სივრცეში, ასე ვთქვათ, რესპუბლიკელებიც კი, ანუ მიუხედავად ამ წარმატებული შეხვედრისა, ბევრმა რესპუბლიკელმა, ბევრმა არა, მაგრამ რესპუბლიკელთა ნაწილმა გააკრიტიკა ტრამპი ამ შეხვედრისთვის და თქვათ იგივე ამ წითელი ხალიჩისთვის, რომელიც მან
პუტინს საპატივცემულოდ დააგო და თქვათ იგივე ამ საპატიო ყარაულისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აუცილებელია გაჩნდეს მესამე ძალა, რომელიც რაღაცნაირად თავის თავზე აიღებს ბჭყალებში გულისხმობ, თავის თავზე აიღებს ამ მოლაპარაკებას ორ მხარეს შორის. აქ ორ მხარე ყველა ხვდება, რომ ორი ომი ტრამპი სულ უსვავს ამას ხაზს, რომ ეს ჩემი ომი არაა უკრაინასთან ომი და ეს ბაიდენის ომია და პუტინმაც მას კვერი დაუკრა, რომ ყოფილიყო ტრამპი პრეზიდენტი, ეს ომი არასოდეს არ დაიწყებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა არის ამ ომის ერთგვარი მონაწილე. არის. ეს იმას გავს, ეხლა ჩვენთან რო იყო ხო სააკაშვილის დევნილები და შევარდნაძის დევნილები და ის შევარდნე ხარ, ეს აბსურდია აბსოლუტურად, ეს საქართველოს ომები და კონფლიქტები იყო და უბედურება, რომელიც საქართველოს დაატყვა თავს და ეს ტრამპის განცხადება ძალიან არასერიოზულია მე რომ გითხოთ. კი ბატონო, გეთანხმებით და ეს ჩანს კიდეც ხო, მიუხედავად იმისა, რომ თქვა იმ რაოდენობის იარაღი აღარ მიდის უკრაინაში, რაც მიდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მაგალითად ტრამპმა გააკეთა განცხადება ტომოჰავკებზე, ხო? ეს ჯერ განცხადების დონეზეა, თქვა ამაზე არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ ესკალაციას ნიშნავს უკვე. თუმცა შესაძლოა სხვადასხვა ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ამ კონფლიქტის დამთავრება სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს. თუ არ მოხდა რაღაცა საშინელი ესკალაცია კონფლიქტის. და ანუ სისხლი კიდეა საჭირო, ხო? ნგრევა უბედურება. უბრალოდ სისხლზე არ არის ლაპარაკი. ესკალაციაში იგულისხმება რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რამაც მსოფლიო და ძირითადად ევროპა უმეტესწილად და ეს დემოკრატები და ეს თქვა ომის პარტია, რომელსაც ასე თვითონ რუსების ტრამპიც ასე მოიხსენიებს, ამ ომის პარტიამ უნდა თქვას, რომ იცით რა, თუ ესე გაგრძელდა, ამან შეიძლება სამყაროს დასასრული გამოიწვიოს და მოდით შევჩერდეთ. უკვე მაგალითად დღეს გააკეთა ზელენსკიმ დილას განცხადება, რომ ის მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე ფრონტის ხაზით. ჩვენ გვახსოვს, რომ 2 თვის წინ ამაზე საუბარი არ იყო უკრაინელების მხრიდან. ისინი არ იყვნენ თანახმად ცეცხლის ხაზი ზე შეეწყვეტათ ბრძოლა, ხო? მაგრამ პუტინს ეს არ აწყობს, არ აქვს საღალი სხვა ტერიტორიებს ითხოვს. პუტინს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ეს და სწორედ ამიტომ რაღაცნაირად თუ არ მოხდა ესკალაცია, პუტინი არ ჩერდება. არც გაჩერდება, იმიტომ ბრძოლის ველზე წარმატებას აღწევს. რუსეთი გვინდა ჩვენ ეს მოუგწონს, ვიღაცას მოწონს, არ მოწონს, გვინდა, არ გვინდა, რუსეთს წარმატება აქვს ბრძოლის ველზე, ანუ მიიწევს და მიიწევს წინ. რა თქმა უნდა, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეხა არც უკრაინას აქვს ნაკლები მსხვერპლი, მინდა გითხრათ, ხო, სხვადასხვა მონაცემებით, იქაც სადღაც მილიონამდე ადამიანია, მებრძოლია უკვე დაღუპული. არა მარტო უკრაინელი იქ ხა ისინიც არიან აქვე დაქირავებული მებრძოლებიც ომობენ როგორც რუსეთის მხარეს ორივე მხარეს დიდი მსხვერპლია ძალიან დიდი მსხვერპლია მაგრამ ომი არ ჩერდება ამ ომის გაჩერება შეუძლებელია აი დაახლოებით ჩვენ ხა რა მდგომარეობაში მივიდივართ იცი რა მდგომარეობას უახლოვდებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როდესაც გერმანია უკვე კაპიტულაცია ჰქონდა ხელი მოწერილი და ანუ დამარცხებული იყო, მაგრამ იყო მილიტარისტული იაპონია, რომელმაც რა გააკეთა? არ ჩერდებოდა. იქ საერთოდ ხო იაპონია არ ჩერდებოდა. ამერიკელებს მოუწიათ ხიროსიმაზე და ნაგასაკიზე ასე ვთქვათ, ბომბის დაგდება, რომ ისეთი ესკალაცია შექმნა, რომ იაპონია ამის შემდეგ იძულებული გახდა დანებებოდა და მარტო იაპონია კი არა, თურქეთიც გაჩნდა, თურქეთიც ხო მხარდამჭერი იყო, მაშინ გახსოვთ ალბათ, ხო? ფაშისტური გერმანიის თურქები ყველა გერმანიის მხარდამჭერებმა ხელები ჩამოუშვეს იმ წუთასვე, როდესაც ეს მოხდა. სწორედ აი ასეთ მდგომარეობამდე თითქოს მე ასე ვხედავ, მიდის მსოფლიოში მდგომარეობა და რაც თავარია ამას ხელს უწყობს ტრამპიც და პუტინიც ჩემი აზრით ანკორიჯში ამაზე იქნებოდა ლაპარაკი და ამ რატომ უწყობს ორი ანუ მე მარტივად ვიტყვი ანუ ისე დავაშინოთ ესენი ესაცოდავი ადამიანები რომ ყველაფერზე იყვნენ თანახმად ისე უნდა შეშინდეს იმიტომ რომ ჩვენ ახლა დავაკვირდეთ ვინ არის რეალურად ახლა ვის უნდა ამ ომის გაგრძელება ევროპას იმიტომ რომ ევროპამ დაინახა იმის საშუალება ამ ომის გაგრძელებით რომ მათ თქვა რუსეთზე რაღაცა ზეწვა იქ 300 მილიარდი წაართვან რომელიც რუსეთს არ სჭირდება ხა ის 300 მილიარდი მაგრამ ვერ მოილაპარაკეს მაინც ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ აიღონ ეს პული თან უნდათ როგორც რუსები ამბობენ ხოჩეცა ეკოლეცა ჯერ იმიტომ რომ ეხა უკვე იქ სამი ქვეყანა შეიკრიბა ხო ჩეხეთი სლოვაკეთი და უნგრეთი უკვე სამი ქვეყანა რომელიც
თქვათ ეწიდა ანტიუკრაინულს არ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ევროპის იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკრაინის ხარდამჭერია, ბლოკავს. უკვე 3 ქვეყანა. და ვუმატოთ ამას პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ასევე მთლად პროუკრაინული არ არის, ის პროპოლონული, ანუ მემარჯვენე არის პოლონეთის ხარდამჭერი და არა უკრაინის ხარდამჭერი. ანუ თუ წინა ხელისუფლება მთლიანად იყო უკრაინის ხარდამჭერი, ეხლადელი ხელისუფლება, ანუ პრეზიდენტი ყოველ შემთხვევაში პოლონეთის არ არის უკრაინის, ასე ვთქვათ, ორივე ხარდამჭერი, ხო? უფრო პოლონეთის ინტერესი, იზოლაციონისტია, ასე ვთქვათ, დღევანდელი პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ტრამპის და პუტინის, ასე ვთქვათ, საუბარი ანკორიჩში სწორედ ამისაკენ იყო მიმართული, რომ სოფლიოში მოხდეს ისეთი ესკალაცია, ანუ უკრაინის კონფლიქტის ისეთი ესკალაცია უნდა მოხდეს, შეიძლება ეს მართლა ტომჰავკების გადაცემაც მოყვეს ამას და თქვათ იგივე ტაურუსების გადაცემას და ასე ფლამინგო რომ ბოლოს ბურევესტიკი გაუშვას რუსეთმა. ბოლო რუსეთმა ისეთი რამე უნდა გააკეთოს, რომ ევროპა შეეხვეწოს ამერიკას და ჩინეთს, რომ გეხვეწებით გააჩერეთ ეს პუტინი. აი ჩემი აზრით აი ამ და ყველაფერზე დათანხმდეს. ანუ ყველაფერზე აიძულონ დათანხმდეს ზელენსკი, ყველაფერზე და ყველაფერში იგულისხმება ოდესაც. რა თქმა უნდა. ოდესის გარეშე რუსებს არ წარმოუდგენიათ მაგ კონფლიქტის დამთავრება. ოდესის რუსული ქალაქად. თუ შეიძლება აი რუკას რომ დავხედოთ, შეიძლება ჩვენს სვენელზე მაყურებას არ ახსოვს, რომ მოლდოვა არის საზღვრება რუსეთს. არის საზღვრება რუსეთს. საზღვრები ახლოს არის ოდესასთან სხვათა შორის და აი პრიდნისტროვია. და სულად განსხვავებული სურათი, ამიტომ როცა ამბობენ რაღაც მოლდოვა და მაია სანდუ ბევრს წლიკინებს მიცემ თავისუფლებას, ეს თქვა განსხვავებული სურათია საერთოდ მოლდოვას და ვერ აკონტროლებს, ანუ ფიზიკური საზღვარი არ აქვს რუსეთთან. ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა თქვა, მაგალითად დნესტრისპირეთში, ეხლა რუსებიც თვითონ ამბობენ, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი. კი, დიდი ბაზა აქვთ მათ სამხედროებში, მაგრამ სამხედროები არიან ცოტაო რა. მაგრამ ეხლა სინამდვილეში თუ გავითვალისწინებთ იმას, მე უბრალოდ შევადარებ ხამასის და ღაზას სექტორის ამბავს, თქვათ იგივე დნესტრისპირეთის ამბავს. ისეთი ტუნელები იყო გათხრილი ღაზას სექტორში, იმდენი ხალხი იყო მიწისქვეშ, იმდენი ხნის განმავლობაში. ვერც აღმოჩინე. ეხაც კიდე არიან, არავინ არ იცის კიდე რამდენია, როგორ ლაპარაკი იყო ჩავძიროთ ეს ტუნელები, ხო წყალი შეუშვათ. ანუ ჩვენ სინამდვილეში ჩვენ გულისხმობთ ჩვეულებრივ ობივატელებს, ვინც ასე ვაკვირდებით ამას იქიდან, რა ქვია, შორიდან. არ ვიცით, დნესტრისპირეთში სინამდვილეში მიწისქვეშ რა ხდება. ანუ იმ ბაზაზე რა ხდება, რამდენი ადამიანია შიგნით. იძახიან 500-ია, მაგრამ 500-ია შეიძლება 500,000 იცარ. ისევ შეიძლება 1000-ია და 3000, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანია ხო შიგნით. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინას უკვე სერიოზული პრობლემები ექნება ამ თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთს უნდა მთელი შავი ზღვის სანაპიროს ხელში აღება. ამისაკენ ის ნაბიჯ მიდის. ეხლა ბოლო მონაცემებით კრემატორსკთან უკვე პრაქტიკულად აღებულია ეს აგლომერაცია მთლიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ჯაჭვი უკრაინის თავდაცვის ჩამოშლის პირასა ლაპარაკია, 3 თვეში ჩამოიშლება მთლიანად, 6 თვეში ჩამოიშლება. დღევანდელ პირობებში რთულია იმის თქმა რა მოხდება, იმიტომ რომ დღეს იქ მიწა იმ ტერიტორიებზე ჭაობის მგვარია, იმიტომ დასველებულია და ტექნიკას ხალხს გადაადგილება უჭირს. მაგრამ ალბათ დეკემბრისათვის იანვრის დასაწყისში გაიყინება ეს ადგილი და ტექნიკის გადაადგილება ადვილი იქნება. აი მერე უნდა მოხდეს შეფასება იმისი, რა ტერიტორია აქვს რუსებს და რა ტერიტორია აქვს თქვათ უკრაინას. მხოლოდ ამ შემთხვევაში და ის 6 თვე სწორედ რომელზეც იყო საუბარი ამ სანქციებით, რომელიც ტრამპმა გამოაცხადა რუსეთის მიმართ. ხო, დააწესა რუსეთის როსნეფტის და ლუკოილის მიმართ.
რომელიც არ არის ისეთი დრაკონული სანქციები, რომელსაც ელოდა ევროპა, სწორედ აი ამ 6 თვის ვადას აძლევს იქიდან სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ანუ ზამთრის პერიოდში თუ რამის გამკეთებელი, მოკლედ დაახლოებით ეს ჟარგონზე რო თქვა, თუ რამის გამკეთებელი ხართ, აჰა კიდე 6 თვე მოგეცით. როგორც მე თქვა, რაც არ დაგიპყრიათ იმ ტერიტორიას ვერ მოგცემთ, თუ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დავამშვიდობოთ ერთმანეთს, დაგველოდეთ ჩვენ მალე დაუბრუნდებით. ჩვენ დაუბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას სტუმართან, სოსო ზაალიშვილთან ერთად. ბატონო სოსო, აი მე ვახსენე ბოლოს ანამ სარეკლამო ჭრა დაიწყებოდა, რომ აი ვენსის სიტყვები მომხვდა მაშინ გულზე, რომ იმ ტერიტორიებს რომელიც ჯერ არ დაუპყრია რუსებს, რა თქმა უნდა, ვერ მივცემთ, ანუ ამერიკა რაღაცნაირად აძლევს დროს რუსეთს, რომ წაიწიოს წინ და ის რატო არ ცდილობს უფრო სწრაფად წაიწიოს წინ, ხა მე ძალიან ისე გამომდის ცივსისხლიანად თითქოს, მაგრამ და გულცივად, მაგრამ რაციონალურად რომ მივუდგეთ, მან თავისი პოტენციალი რომ გამოიყენოს რუსეთმა, ხომ შეუძლია უფრო სწრაფი მოქმედებებით წაიწიოს წინ და ვთქვათ, რასაც ვენსი ამბობს, რომ ის ტერიტორია, რომელიც მან უკვე მიიერთა და გაიფორმა თავისივე კონსტიტუციით სამხრივად დაიკავოს. ესე იგი, აქაც ჩვენ ისე მივდივართ რაღაცა ეცეთ როგორ საკითხამდე, რაღაც ეგზისტენციალურ საკითხამდე. რუსეთმა ჩვენ გვახსოვს ალბათ უკრაინის ომის დაწყებისას მთელი მსოფლიო იძახდა ასეთ რამეს, რომ აი რუსები ამბობდნენ, რომ 3 დღეში აიღებენ კიევს და ვერ აიღეს. არ უთქვათ რუსებს არასოდეს, რომ 3 დღეში აიღებენ, ეს არის ტყუილი. ეს იყო ამერიკის დაზვერვა, ანუ როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია, უბრალოდ ამას მოკლედ მოყვები და შემდეგ ეს იყო ამერიკის დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბი ამბობდა, რომ 3 დღეში აიღებს კიევს. ანუ ეს ამერიკელების გავრცელებული ინფორმაცია იყო, თითქოს რუსები ამას ამბობდნენ. რუსების ეს არასოდეს არ უთქვა. მაგრამ არც უარყვიათ. არც უარყვიათ, მაგრამ არც უთქვა. ეს პირველი. იგივე მდგომარეობა ეხლაც. ნახეთ, ამერიკელები ამბობენ, რუსები თუ თქვენ აიხლათ დროზე აიღეთ ეს რა ქვია ტერიტორიები დროზე თუ გინდათ ეხლა თუ რამის გამკეთებლები ხართ აიღეთ ეხლა ეს ტერიტორია დროზე. ესენი არსად არ გუჩქარება. მედინსკიმ სტამბოლის შეხვედრაზე თქვა 20 წელი რო დაგჭირდეს ჩვენ მიზნებს მიოწ 20 წელი რო დაგჭირდეს და მე სულ მომყავს მაგალითი ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე ომის შამილთან ომის 30 წელი 30 წელი და რა ტერიტორიაზე ხა ვინც ყოფილა ჩრდილო კავკასიისკენ იცის ხომ მეგონი უკრაინა სტრატეგიულია გასაგებია მაგრამ ძალიან პატარა ტერიტორია იყო ძალიან ცოტა ხალხი ებრძოდა მაგრამ ბრძოლა მიდიოდა 30 წლის განმავლობაში იგივე ხა გადავამროთ 2000 კილომეტრიანი ფრონტია ხო არსად არ ეჩქარებათ ამ ხალხს ამ თვალსაზრისით არსად არ ეჩქარება და რო აჩქარდნენ ეს უკვე ნიშნავს რომ ისინი ამერიკელებს რაღაცნაირად პაშლი ნაპავადოა თარგმანში. ანუ ამერიკულ დღის წესრიგს მიყვებიან. ანუ იმათ უნდათ რომ ჩქარა დამთავრდეს ომი, რომ აი რაღაცა აი დამთავრდა ხო მოვჩიე დავამთავრეთ. არა, ესე არა. ამათ თავისი გეზი აქვს, თავისი ნაბიჯები აქვს და აი ამ ყველა ნაბიჯს დგა. ეხლა მეორე საკითხია, საუბარი არის იმაზე, რამდენად ეყოფა რუსეთს თქვათ რესურსი და ეს ხალხის რესურსი თქვათ მატერიალური რესურსი იმისათვის რომ თქვათ გააგრძელოს ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში. ეხლა დამერწმუნეთ რომ შეიძლება მეც ისე გამიგონო, დამერწმუნეთ რომ ეყოფა 2 მილიონამდე ადამიანის მობილიზაცია შეუძლიათ ესე 2 მილიონამდე კიდე 2 მილიონამდე ადამიანის მობილიზაცია. ამას დაუმატოთ ჩვენ ჩრდილო კორეა, იქ ჩინეთი, რა ვიცი, მილიონი ქვეყანა, რომლიდანაც დაქირავებულები ბოლო-ბოლო ტალიბანთან მოაწერეს ხელი იმის შესახებ, რომ ტალიბები იომებენ უკრაინაში. ეს ხელშეკრულება უკვე მოწერილი აქვს რუსებს ხელს. ანუ მას ხალხის რესურსის პრობლემა არ აქვს. ეს ჩვენ არ გვაწყობს მეგონი არავის არ მაგრამ არა აქვს პრობლემა ანუ არ აქვს პრობლემა ტაჯიკეთი რა ვიცი 1000 ქვეყანა და თუ დააკვირდებით ამერიკელებს ეხლა მიყავთ მაგალითად შუა აზიის ქვეყნების პრეზიდენტებთან უნდა გააგრძელოს ტრამპმა შეხვედრა ეს შეხვედრებს კი აკეთებს ტრამპი მაგრამ რეალურად ეხლა რომ შევხედოთ რეალურად ახლო აღმოსავლეთში დამთავრდა ომი დამთავრდა ხამასსა და ისრაელის შორის ომი კი იძახიან რომ დამთავრდა კი ვამბობთ ამას ტელევიზორში აღარ აცხადებენ, მაგრამ ეხლა მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. სირიაში რა ხდება, ვიცი? ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ისრაელში, რომ ნუ აი ეხლა გუშინ კიდევ მოკვდა 2 ჯარისკაცი, გუშინ წინ კიდევ 3 ჯარისკაცი დაიღუპა ებრაელი. ხო, ანუ ჩვენ ხო არ ვიცით იქ სინამდვილეში რა ხდება. ანუ ის რაც არ ცხადდება, ხო არ ნიშნავს რომ არ ხდება.
ჩვენ არ ვიცით სირიაში რა ხდება, ჩვენ არ ვიცით კიდე რა ვიცი, სადღაც ინდოეთი, პაკისტანის საზღვარზე რა ხდება. ამიტომ ეს ახლა სულ ყველაფერი არის პიარი და მედია, რომელიც საბედნიერო თუ სამწუხარო ჯერ კარგად მუშაობს ამერიკელებისთვის. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს როგორი მუშაობს, თქვა 3 თვის მერე. ახლა ის ფაქტიც რომ საფრანგებმა თქვეს რომ 2000 ჯარისკაცი გადავისროლეთო, ახლა დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ პოლონეთში რომ რამე რო იყოსო ჩვენო აი ყველა ხრითო ახლა საფრანგ 2000 ჯარისკაცია ლაპარაკი 2000 ჯარისკაცი დღეში კვდება უკრაინაში ორივე მხრიდან. დღეში იღუპება 2000 ჯარისკაცი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ის რაც ხდება ეს დაახლოებით როგორი რაღაცაა იცით აი ავადმყოფობა რო არის გადასული ესეთ მდგომარეობაში და რომ უნდა გამწვავო უმკურნალო აი დაახლოებით ეს მდგომარეობა ახლა უკრაინაში თუ ეს არ გამწვავდა ეს მდგომარეობა ამის დამთავრება არ ხდება მაგრამ არ ამწვავებს ვინ რუსები არ ამწვავებენ საქმეც იმაშია რომ რუსები არ უნდათ ჯერ დამთავრება არ უნდა დამთავრება იმიტომ რომ მართლა ეხა დამთავრებელს ვერაფრით ვერ ახსნეს პუტინი რატო დაიწყო ეს ომი ანუ ამ აუხსნელი იქნება ხა გავიგე დონბასს შეიერთა ხა ეს ტერიტორიები კონსტიტუციურად და რომელიღაცა რეგიონს თქვა 99%-ით აკონტროლებს მეორე რეგიონს 75% ანუ ეს ადამიანი სანამ მამას ფლიანად არ აიღებს არ გაჩერდება ნუ აგერ თქვენ ხართ მე ჭუმეკ რო იქ კიევზეც არის საუბარი რა ფორმით აიღებს ეს სამხედრო ოპერაცია იქნება ეს იქნება შიდა გადატრიალება და ამის ნიშნები უკრაინაში უკვე არის, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ეს ომი ხო უკრაინას ეხება პირდაპირ. აქ ხო უკრაინელები იღუპებიან, აქ ხო უკრაინა ინგრევა. რუსეთი ხო არ ინგრევა ამ ომში. რუსეთზე ლაპარაკია რომ ეკონომიკა ინგრევა და უკრაინას ეკონომიკას დაენგრა, ხალხის დაიხოცა, ქალაქებიც ინგრევა, ინფრასტრუქტურაც ინგრევა და ყველაფერი ინგრევა. აი მე სულ ეს მაგალითი მომყავს. 1989 წლის აღწერით, რომელიც ჩატარდა საბჭოთა კავშირში, უკრაინის მოსახლეობა იყო 54 მილიონი ადამიანი და დღეს ოპტიმისტური მონაცემებით 25 მილიონი ოპტიმისტური მონაცემებით ანუ ნახევარზე მეტი აღარ არის უკრაინის მოსახლეობა იქ 1.5 მილიონი ყირიმში იქ 2 მილიონი რუსეთში გაიქცა 10 მილიონი სადღაც გაიქცა მილიონამდე დაიღუპა 3 მილიონი თუ 4 მილიონი დაჭრილი და დასახიჩრებული ყავთ დონბასი ლუგანსკის მაცხოვრებლები ეს ამხელა ტერიტორია და ანუ ხვდებით რაში დონბასის ხალხი დააგდო ანუ უკრაინა პრაქტიკულად როგორც სახელმწიფო ну რა ვიცი ხა კარგი ეს პიროსი იყო გახსოვთ ალბათ ესეთი მეფე თავის დროზე და პიროსის გამარჯვება ერქვა ერთი ესეთი გამარჯვება და ჯარი აღარ დამრჩებოდა დაახლოებით ეს სიტუაცია უკრაინაში და ამ სიტუაციაში ჯერ სანამ არის ფინანსური ინექციებზე ვლაპარაკობ უკრაინაში ფინანსური ინექციები სანამ არის კიდე ამას იქ ადგილობრივი თქვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალები ასე თქვა იმას შვებიან ხო ხდება ამ ეს კონტროლი მაგრამ საგვარისია ფინანსური ინექცია აღარ იყოს უკრაინაში რომ დამთავრებულია იქ შეიძლება ბუნტი მოხდეს და გადატრიალებები მოხდეს და რა ვიცი რა არ მოხდეს ამიტომა ზელენსკი რო დარბის წარა მაგრამ საომარი მოქმედებებიც რო შეწყდა შეიძლება მოხდეს რა თქმა უნდა საომარი ეხა რა არის ომი რომ არის იქ ადამიანი ვერ ხედავს იქ რომ მეზობელს ხელი არ აქვს ნუ ომია და იქ ხელი არ აქვს და ფეხი არ აქვს აი რომ დამთავრდება ომი იმ უფეხებს რომ სამსახურში არავინ არ მიიღებს აქ ლაპარაკია 3 თვეზე და 4 თვეში ომიდან თორე 5 წლის მერე კიდე რა მოხდება არავინ არ იცის ის წასული რო იქ უკან ჩამოსული არავინ არა ხო ცხადია რა ანუ პრაქტიკულად მოხდა ის რომ ეს ქვეყანა როგორც ქვეყანა ამაში ხა რა გვინდა არ გვინდა უნდა ვაღიაროთ არ შედგა ანუ არ შემდგარი ქვეყანა უკრაინა აი ამ ომმა ამ უბედურებამ გამოიწვია ის რომ ეს ქვეყანა როგორც ქვეყანა ვერ შედგა ანუ რა ვქნა ძალიან არ გვინდა დიახ აი ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თქვა რომ რაღაც თუ გამოიყენებს იმას იარაღსო რაღაცა მძიმე იარაღს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ რა ჩვენ მის ბრიუსელის უფრო ზუსტად ნატოს გულის წინააღმდეგ ჩვენ მიწასთან გავასწორებთ მოსკოვს მე არ ვარ რუსების მხარეს ნამდვილად მაგრამ საიდან ასეთი სითამომე ბელგიაში
არა, გასაგებია, მაგრამ ხო აკეთებს ასეთ განცხადებას? კი, აკეთებს, ეს მედვედევის განცხადებაზე იყო პასუხი. ანუ მედვედევის დონეზე, კი არა, მედვედევის მიერ შეთავაზებულ თამაშის წესს. კი ბატონო, მედვედევს კითხულობენ ახლა Twitter-ში მედვედევი დაწერს ინგლისური იცის, თურმე მედვედევმა კარგად მე სამწუხაროდ არც უყურებ მაგის დაწერას. ხო, მეც არ დიდად ხო და უბედურება ისე რომ ისინი უსმენენ. აი ამაშია მთელი უბედურება რომ ბელგიის თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი და არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გახსოვთ ალბათ ტრამპმაც გააკეთა განცხადება. კი რაღაც გაეპასუხა. და მედვედევს ამ ახლა მედვედევს პასუხობენ. ხო და რაც შეეხება ახლა მოსკოვს მოსკოვი თვითონ გადაწვეს რუსებმა. ხოლმე მაშინვე გამახსენდა ეს რო თქვა და გამეცინა თვითონ გადაწვეს. მაგათ არა აქვს მაგის პრობლემა. მოსკოვი თვითონ გადაწვეს რომ უნდათ ანუ რა შეეცით საქმე ეს სხვანაირი ხალხია ანუ ამ ხალხთან ისე არ შეიძლება აი როგორც ამერიკელებისთვის მაგალითად გაუგებარი იყო იაპონიასთან ომის დროს ატომური ბომბის არსებობს კიდეც ძველი ფილმები კადრები კამიკაძეებზე როდესაც ეს კამიკაძეები თვითმფრინავები თუ ინციდენტები გადარჩენილი კამიკაძეები ეხვეწებოდნენ ამერიკელებს თავი მოგვაჭერიო ანუ თავის მოჭრის რიტუალი ჩამიტარეთ იმიტომ რომ მისთვის სიცოცხლე იყო სირცხვილი და იაპონელები ძალიან ბევრმა იაპონელებმა თავი მოიკლა ომის დამთავრების მერე იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელი იყო ამ ტრადიციებზე ბუშიდოს ტრადიციებზე აღზრდილ ხალხისთვის რომ როგორ ხა ომი წავაგე და მე ვიცხოვრო ეს ხო მართლა წარმოვიდი ტრადიციები ასე წარმოიდგინეთ რამდენი ხნის განმავლობაში ეს ხალხი ასე ცხოვრობდა რომ ომი წავაგო უნდა გამოიჭრას მუცელი ან თავი მოიჭრას ან თავი მოაჭრან და ასე შემდეგ და ამერიკელები გიჟდნენ და არა წამოდი ისა რა ქვია აი დამთავრდა ომი ეხლა არა არ მინდა თავი ანუ ამას ეტობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში ამ რუსეთის შესწავლის ინსტიტუტებს აღარ აფინანსებდნენ და აფინანსებდნენ უფრო აი ამ რაღაცა LGBT და რაღაცეებს და აქედან ეს ხასიათი რუსული და არა მარტო რუსული თქვა აი აქეთ აღმოსავლეთ ევროპის და რუსული ხასიათი გაეპარათ ანუ როგორ გავითარდა რა ფორმაში გადაიზარდა ის საბჭოთა მენტალიტეტი რა ფორმაში გადაიზარდა ეს გაეპარათ რო გაეპარათ აი ამას იწუნიან ახლა მაგალითად 20 წლის წინ ამერიკელებს და არა მარტო ამერიკელებს ვერავის ვერ წარმოედგინა რომ ეს მოხდებოდა მათ არ ქონდათ ამი კი მე მახსოვს რომნი იძახდა 2008 წლის არჩევნების წინ რომ აი რუსეთი შევა უკრაინაშიო მე მახსოვს გამოსვლა ობამას რომნი იყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი და ჯონ მაკეინი მაშინ იყო საუბარი იმაზე რომ არაო ისე რა ქვია იქნებაო შევა უკრაინაშიო რუსებიო მაგრამ მიტრომნიზე მაქვს საუბარი მაგრამ არავის ყველა სასაცილოდ იგდებოდა ეხლა რა უკრაინაში რა რუსეთსა და აქ ამის შესაძლებლობა უკრაინა მაგრამ როგორც აღმოჩნდა შესაძლებლობაც აქვს მე ჩვენ გვახსოვს არა ომის დაწყებისას რუსეთს იარაღი აღარ აქვს რაკეტები აღარ აქვს ჩიპებს ურსულა ფონ დერ ლაინის გაუსვლა ჩიპებს იმიდან იღებენ სარაცხის მანქანებიდან არა რა სარაცხის მანქანებიდან ხო გასაგებია რომ არ იღებენ სარაცხის მანქანებიდან ეხლა პოსეიდონზე რო არის ლაპარაკი ეს პოსეიდონი საშინ როგორც ამბობენ ეხლა გამოსვლით არ გამოუცდიათ კიდე გაი საშინელი იარაღი იწოს ცუნამის ეს იგი წყალქვეშა აფეთქება ხდება ბირთვული და იწოს უზარმაზარ ცუნამის არა უკვე არისო შეკვეთა წყალქვეშა ნავების რომლებიც გადაიტანენ კი ბატონო მაგრამ ისევ ამბობ საერთოდ არ ჭირდება რუსეთს არც პოსეიდონი არც სხვა იარაღი თუ ლაპარაკი წავიდა იმ დიდ დაპირისპირებაზე რომელზეც აი ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, იმიტომ რომ თავის ტერიტორიაზე რო აფეთქოს ბირთვული ქობინები, აი მარტო თავის ტერიტორიაზე დამთავრებულია სამყარო აღარ იარსებებს. აი ეს აუხსნათ კარგად მაყურებელს და მსმენელს. ანუ წარმოიდგინეთ 1500 ბირთვული ქობინა რუსეთმა რო აფეთქოს საკუთარ ტერიტორიაზე. დედამიწის ქერქი ანუ ჯერ გადავა შეიცვლება თქვათ ეს ყველაფერი ქერქი გაირღვევა ვულკანი უბედურება მოხდება ეს მარტო თავის ტერიტორიაზე საკუთარზე რო აფეთქოს არა ლაპარაკი რო ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება თქვათ შესაძლებელია თანამედროვე პირობებში ეს უნდათ ამერიკელებსაც როდესაც ავღანეთში ალ-კაიდას მებრძოლები
იმალებოდნენ იმაში რა ქვია ტორაბორას გამოქვაბულში ლაპარაკი იყო ქვაბულში გამოქვაბული არ არის ის რაღაც მთელი ის ქონდათ ხამასივით ასე ვთქვათ იქაც ტუნელები ქონდათ გვირაბები უფრო სწორად და იქ იმალებოდნენ და მაშინ იყო ამერიკის თავდაცვის მინისტრმა თქვა რომ ხوار გამოიყენოთ ტაქტიკური ატომური იარაღი ტომოჰავკის რომელთაც შეიძლება ისროლო 10 მეგატონამდე ნაკლებია რა ანუ ის დიდ რადიაციასაც არ იწვევს და ნუ დამანგრეველი ძალა აქვს დიდი. ამაზე იყო საუბარი მაშინაც და ალბათ ტაქტიკურ იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში ალბათ არის საუბარი, მაგრამ ხა არ ამგონია რომ მთელი მსოფლიო ისე გაგიჟდეს რომ გამოიწვევს გლობალური ასე ვთქვათ დაპირისპირება და ომი. თან კიდევ ერთხელ ამერიკელებს ეს ნამდვილად არ უნდათ. იმიტომ რომ ისინი მართლა თვლიან რომ ეს მათი ომი არ არის. მართლა თვლიან. თან არ მგონია არც რუსებს უნდათ მაინდა-მაინც რომ ეს რუსების ჭკუას მე რა ვიცი ცოტა სხვანაირად უყურებ. ანუ ის რომ პუტინი როდესაც თქვა რომ თუ დედამიწაზე არ იქნება რუსეთი მაშინ არ იყოს არც დედამიწა ეს რაღაც სიმართლეა? ჩემი აზრით არის ამაში სიმართლის ნაწილი არის ამაში რაღაცა ელემენტები. იმიტომ რომ ამ ხალხს სხვა მიდგომა კიდევ ერთხელ ისინი საერთოდ სხვანაირად უყურებენ თავის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ სამყარო ფიქრობენ რომ მესიანისტური აზროვნება აქვს ვიღაცა უნდა გადაარჩინონ სულ მაგრამ ეს ახლა ჩვენ კი არ უნდა საუბრობდეთ ამაზე წესი და რიგით უნდა იყოს და საუბრობდეს უზარმაზარი ინსტიტუტები რომელიც თავის დროზე შექმნილი იყო და სწავლობდა ამ ხალხს მაგრამ კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რატომღაც ჩათვალეს რომ ეს ქვეყანა უკვე ხელწამოსაკრავი ქვეყანაა არავის არაფერში აღარ შეუშლის უკვე უნდა დაგვლიჯოთ ნაწილებად ბჟეჟინსკის ცნობილი გამოთქვამი ხო დარჩა ერთადერთი მტერი იქ მაგრამ და ნუ დაიხლიჩება ეს რუსეთი ბოლო-ბოლო ნაწილებად და აღარ იარსებებს დარჩება პატარა ქვეყნები და აქტიურად უწყობდნენ რუსულ სეპარატიზმს ხელს ხო ესე იყო ხა ეს ხო ცნობილი იქ ჩრდილო კავკასიაში ტატარსტანში ბურატიაშიც კი ლაპარაკია სეპარატისტულ მოძრაობებზე ხო ეს მართლა დასავლეთი ამას ხელს უწყობდა მაგრამ ნუ არ გამოვიდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გამოვიდა ეს ამბავი არ გამოვიდა და იწვნიეს ის რაც იწვნიეს ახლა ხო დაიწყო ეს ომი უკრაინაში ხა აქაც ახლა მართალია და დიახ ორი წუთი დაგჭირდა მე მინდა ეს მკაფიოდ რომ შევაჯამოთ ითქვას გამწვავება ორი ვარიანტია გამწვევების ან უფრო მძიმე შეერაღება გამოიყენოს რუსეთმა და მოხდეს თქვათ ევროკავშირი ნატოს დაპირისპირება რუსეთთან ან რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლის ველზე ზამთრის დასრულებამდე ან ზამთრის პროცესში მიაღწიოს ისეთ წარმატებას რომ უკრაინა იყოს ისეთ ჩიხში საიდანაც გამოსავალი არ არის მაგრამ ეს როგორ მოხდება თუ თქვათ ისევ გააკეთებენ განცხადებებს ევროკავშირი და ბრიტანეთი რომ აი დაეხმარებიან უკრაინას. არა, დაეხმარებით შეიძლება დაეხმარონ, მაგრამ მათი რესურსებიც ხო არ არის ამოუწურავ. აი მაგალითად ისე უკვე 155 მმ-იანი ჭურვები აღარ აქვთ, აი ანუ ხვდები აღარ არის ფიზიკურად არ აქვთ. ვერამზე კი რაინმეტალი ამზადეს, მაგრამ არ ყოფნის უკვე, იმიტომ რომ ფრონტი არის ძალიან დიდი, 2000 კილომეტრიანია თითქმის ფრონტი, აღარ ყოფნით ეს. ეს ერთი, აღარ ყოფნით ხალხის რესურსი, მობილიზაციის თქვა, სამობილიზაციო რესურსი. და გამწვავებაში მე ვგულისხმობ ორივეს ვგულისხმობ, თქვენ რაც ჩამოთვლილს. ერთი, უფრო მძიმე შეიარაღების გამოყენებას რუსეთის მიერ საპასუხოდ და ანუ ეს არ იქნება უბრალოდ ანუ რუსეთის მიერ თვითონ გამოყენებული, ანუ საპასუხო უნდა იყოს, პასუხი იქნება, თქვათ, ტაურუსების გადაცემაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეორე წინსვლა, ყოველდღიური წინსვლა ამ ხმელეთზე. და ეს ხმელეთზე ყოველ და ენერგეტიკაზე თავდასხმები. ეს ენერგეტიკაზე თავდასხმა და ხმელეთზე წინსვლა აიძულებს უკრაინას რაღაცა გააკეთოს. მაგალითად ტერორისტული აქტი ჩაიდინოს რუსეთს, ან დივერსია გააკეთოს რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც შემდეგ მოყვება უკვე აი ეს არ ვიცი, ხა ტაკ ბურევესნიკი იქნება, არ ამგონია ბურევესნიკი იყოს, მე უფრო მგონია რომ ეს არეშნიკის გამოყენებაზეა საუბარი, სავარაუდოდ არეშნიკი იქნება გამოყენებული. თორე სერიულ წარმოებაში უკვე ჩაშვებული არეშნიკი. და ბელორუსიაშიც არის დგას. ხო, ბელორუსიაშიც განალაგეს, კი ბატონო. ასე რომ მე ფიქრობ რომ სადღაც თებერვლისთვის, მარტისთვის ესკალაცია იქნება დიდი. კეთილი, ბატონო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ამ მაყურებელს. ჩვენ გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათზე ნახვამდის.